მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ახლა თემით. მესიჯი თქვენი მფარველებისაგან. ყველა ჩვენგანს სხვადასხვა ენერგიები გვფარველობენ. სხვადასხვა სამყაროები გვფარველობენ. სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა სამყაროებიდან გვფარველობენ. ამიტომ ინფორმაცია იქნება ზოგადი, ყველასთვის გასაგები, აღსაქმელი, მარტივი, მაგრამ ყველა თქვენგანი იგრძნობს ამ ენერგიას და ამ ინფორმაციას თავისებურად. იმიტომ რომ ყველა ადამიანის გაცნობიერება, ენერგოინფორმაციული დიაპაზონი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შესაძლებლობებს ატარებს და შესაბამისად ინფორმაციის გამტარიანობაც ასეთივეა. მოდით ნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ და რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ნახოთ ეს მესიჯი სამყაროსგან ორ ვარიანტად შევაფასოთ და ნახოთ რა მესიჯი აქვს უბრალოდ სამყაროში თქვენს მფარველებს მოვიაზრებ. რა მესიჯი აქვს თქვენს მფარველებს თქვენთან ახლა? რისი თქმა სურთ? მე შევეცდები რომ ეს ყურმილი ვიყო ახლა თქვენს მფარველ ენერგიებთან დაკავშირების და მოგცეთ ეს ინფორმაცია. ვარიანტი პირველი, თქვენი ენერგია ახლა. ვარიანტი 2, თქვენი ენერგია ახლა და მოდით იყოს მესამე ვარიანტიც, თქვენი ენერგია ახლა. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. თქვენს წინაშე არის 3 ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ თქვენი მადლიერება, უდრის ამ ინფორმაციის და გვერდის გაზიარებას, ასევე რა თქმა უნდა მადლობელი ვარ თქვენი ლაიქებისათვის, თქვენი კომენტარებისათვის, თქვენი ჩართულობისათვის და რა თქმა უნდა შეგახსენებთ, ყოველ ჩართვაზე გახსენებთ, რომ ეს გვერდი კონკრეტულად მზის ადამიანი, ისევე როგორც YouTube არხი ნინო ლეჟავა მხოლოდ დაეთმობა ტაროლოგიურ საჯარო პროგნოზებს და სხვადასხვა შემეცნებით პოსტებს, რომლებიც თითოეულ ჩემს გამომწერს, როგორც YouTube-ზე, ასევე აქ მზის ადამიანის გვერდზე დაეხმარება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და სხვადასხვა პერიოდში. ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენს მაგიურ სამყაროში შემოერთება, ვისაც გსურთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავისი პრაქტიკებით, თავისი ყოველდღიური ზღვა ინფორმაციით და ძალიან ბევრი საინტერესო შემეცნებითი მიმართულებებით მუშაობა უკვე ხდება დახურულ ჯგუფში მზის კარი. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი შემოსვლის სურვილი, გასცეთ შეკითხვას პასუხები და დაელოდოთ ჯგუფის ადმინისტრატორებს, რათა გამოვლენ ისინი თქვენთან კონტაქტზე და შემდგომ უკვე შედგება თქვენ შორის საუბარი. ჯგუფი ფასიანია. ჯგუფის ფასაც გავაჟღერებ, არ არის პრობლემა, ეს არის სიმბოლური ყოველთვიური 25 ლარი გადასახდელი. ძალიან ბევრს ეგონა რომ მართლა ქალბატონო გვეგონა რომ ბევრად ძვირი ღირ და არა მეგობრებო, 25 ლარი ღირს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯგუფში ყოფნა თქვენი და იქ თქვენი ასე ვთქვათ, იქ თქვენი ყოფნა შეგიძლიათ გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენი ხანის თქვენ ამის სურვილი გაქვთ. უბრალოდ ჯგუფს აქვს თავისი წესები, რაც თითოეულ თქვენგანს მსურველს ადმინისტრატორებისგან ვიდეო კოდით გამოგეგზავნებათ, ჩემი ვიდეო გამოსახულებით, თქვენ ამას მოისმენთ და შემდგომ უკვე ან დაეთანხმებით ამ პირობებს, ან არ დაეთანხმებით და გახდებით ამ დიდი ოჯახის წევრი, რომელიც უკვე 1100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ძალიან კარგი. იმედია ავერჩიეთ ყველამ ჩვენი ვარიანტი. მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი, მეგობრებო, პერიოდულად შეიძლება ჩემი 4 ფეხა მეგობრების ყეფა გაიგოთ. გვერდით ეზოდან თავისნაირები აღიზიანებენ და აპროზებენ.
ასე რომ შენიშვნა მიიღეს, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან. პირველი ვარიანტი. რა ენერგიებში ხართ ახლა? თასების ტუზი. გაზაფხული შემოსულა ლენ, ხო? ძალიან კარგი. თასების ტუზი ეს არის ძალიან კარგი არკანი. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ ის, რომ იგრძნობთ აუცილებლად გრძნობთ უკვე ენერგიის მომატებას. გრძნობთ სიხარულს, ხო, სიხარული რომელიც გაზაფხულს მოყვება. გრძნობთ რაღაცა ახლის დაბადებას თქვენში. გრძნობთ შესაძლოა სხვანაირ ყურადღებას, სხვანაირ ემოციურ მდგომარეობას, ხო, ამაღლებულს ბევრად უფრო. ეს არის ასევე მეგობრებო საჩუქრები ადამიანებისგან, გარემო სამყაროსგან. შესაძლებელია იყოს ასევე ძალიან კარგი პერიოდი, ვისაც ვთქვათ, ორსულობის დადგომა სურს და რაღაც პერიოდს ელოდება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ, ამიტომ ძალიან კარგი არკანით ხართ. თასების ტუზი ნიშნავს იმას, რომ ტუზი დაგეცათ, ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი ასე ვთქვათ, ეტაპი ახლა არის საკმაოდ სავსე, საკმაოდ ინტენსიური და ეცადეთ, რომ აი ეს ემოციურად სავსე პერიოდი სწორად გაანაწილოთ. იმიტომ რომ ამ ენერგიის გახარჯვა შეიძლება ძალიან სწორად და ასევე შეიძლება გადავცალოთ არასწორ ადამიანებში, არასწორი მიმართულებებით და დარჩეთ ცარიელი თასით, ხო? კარგით. მოდით ნახოთ, რას ეხება თქვენი თასების ტუზი. რას ეხება თქვენი თასების ტუზი, ჩემი ძვირფასო პირველი ვარიანტო, რას ეხება თქვენი თასების ტუზი? არკანი მეეკლე. სავსე ხართ ძალით, პოტენციალით, თქვენი ეტლი მზად არის რომ დაიძრას, მზად არის რომ მოწყვიტოთ თქვენი წარმატების ვარსკვლავი. გზა გახსნილია თქვენთვის, შემიძლია გითხრათ. ამიტომ თქვენ ცხოვრებაში ახლა ისეთი პერიოდი დადგება ძალიან მალე, როდესაც იგრძნობთ, რომ დროა მოძრაობის, დროა აქტიური ნაბიჯების გადადგმისთვის, დროა რომ არა მხოლოდ ვთქვათ მენტალურ და ცნობიერ დონეზე აკეთოთ გარკვეული დასკვნები, არამედ გამოიტანოთ ეს ყველაფერი გარემო სამყაროში, ხო? გამოიტანოთ თქვენი ემოციები, თქვენი შემოქმედებითი ენერგია, თქვენი ხელოვნება, ყველაფერი აბსოლუტურად რაც თქვენში არის, ის არ უნდა დარჩეს უბრალოდ და არ უნდა პერეფორმატირდეს რაღაცა სხვაში, ხო? აი სუფთა ემოცია, სუფთა ენერგია და შემოქმედებითი წყარო, რომელსაც ახლა თქვენ წარმოადგენთ, ხო? უნდა იყოს გამოშვებული გარემო სამყაროში. ამიტომ იმოძრავეთ, თქვენ ამის ძალა და ენერგია გაქვთ. ახლა კი ვნახოთ, რა მესიჯი აქვს თქვენს მფარველებს თქვენთვის. სამ არკანში ვნახოთ, სამ არკანში შევაფასოთ. პოტენციალი მშვენიერია, ენერგეტიკული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირიქით მე ვიტყოდი, რომ აი ახლა არ უნდა გაჩერდეთ, პირიქით, სულ გარეთ უნდა გამოიტანოთ ის, რაც უკვე მომწიფდა თქვენში. გარეთ უნდა გამოიტანოთ და ის სამყაროს უნდა აზიაროთ აუცილებლად. და იმოძრაოთ, იმიტომ რომ თქვენი ტრიუმფი თქვენთან ახლოს არის. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, ანუ თქვენს მფარველებს რა მესიჯი აქვთ ახლა თქვენთან? რა მესიჯი აქვთ ახლა თქვენთან? არკანი იმპერატორი, არკანი სამართლიანობა, არკანი შეყვარებულება. ვიღაცისთვის შეიძლება სტაბილურ ურთიერთობების დასტაბილურებას, ურთიერთობების გაოფიციალურებას ნიშნავდეს, თქვენს შეერთებას კონკრეტულ იმპერატორთან, ხო? ან ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ, ყველაფერი მაინც უფრო მიდის პარტნიორული ურთიერთობებისკენ, იმპერატორის შეყვარებულება, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ შეერთდებით თქვენ სასურველ სივრცესთან, სამსახურთან, სამყაროსთან, ადამიანთან, სამართლიანობის დაცვით, მიხვდით ხო? ანუ სამყარომ თავად გადაწყვიტა, რომ თქვენი შეერთება მომხდარიყო. სამყარომ გადაწყვიტა, რომ თქვენი ეს სიმბიოზი მომხდარიყო. და აქ მე მაჩვენებს, რომ მესიჯი არის სამყაროსგან ასეთი, რომ შენ ამას იმსახურებ.
შენ ამას იმსახურებ და შენ ეს მიიღე კარმულად, ხო? კარმა იმას არ ნიშნავს, რომ რაც არ იცვლება ან რაღაცა ძალიან ცუდი არა. კარმული პროგრამა ყოველთვის გვაჩვენებს, სად არის ჩვენი ბალანსიც, დისბალანსიც და ყოველთვის გვიბრუნებს გარკვეულ შედეგებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად მოვიქეცით როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემო სამყაროსთან. ეს ესევე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია დადგეს აბსოლუტურად კარგი, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ბედნიერი პოტენციალი, ბედნიერი ენერგია, ბედნიერი მდგომარეობა. ძალიან გავს ეს ყველაფერი რაღაცა დამდგარ ორსულობას, ხო? ბეჭედის გაკეთებას, ხელმოწერას, ურთიერთობების გაოფიციალურებას, ნებისმიერ ამბავში, ხო? ახალ ეტაპზე გადასვლას, ხო? როდესაც თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ყველაფერი მიიღოთ მაქსიმალურად და არავის და არაფერს არ მისცეთ უფლება და საშუალება, რომ გაგიფუჭონ ეს ენერგიები. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება გააფუჭოს, რჩევა მინდა მივიღოთ თქვენი მფარველებისგან, რას უნდა უფრთხოდეთ, ხო? უფრთხილდეთ უბრალოდ, ხო? რამ შეიძლება გააფუჭოს ეს ყველაფერი? რამ შეიძლება გააფუჭოს ეს ყველაფერი, ხო? კვერთხების ტუზი. იცით რა არის, ვერაფერი ვერ გააფუჭებს, გარდა იმისა, რომ შეიძლება ენერგია გახარჯოთ. ნახეთ, იგრძნოთ ბევრი ენერგია, იგრძნოთ დიდი პოტენციალი, მაგრამ დაიწყოთ თქვათ ჭკუის დარიგება, არ ვიცი, ხო? ხანდახან ბევრი ენერგია როცა გვაქვს, გვინდა რომ ყველას დავეხმაროთ, ჭკუა დავარეგოთ, ცხოვრება მოუწყოთ და აი აქ უკვე იწყება ენერგიის გარღვევა, აქ უკვე იწყება ენერგიის დაკარგვა, ხო? თქვენ გაფრთხილებენ, რომ ეს ენერგია მოგეცათ თქვენი მფარველებისგან, თქვენი ზედამხედველებისგან და გაუფრთხილდ იმას, არ გახარჯო ის ამ ეტაპისთვის ასე ვთქვათ, რაღაცების დამტკიცებაში, ჭკუის დარიგებაში, სხვების ცხოვრებების მოწესრიგებაში, პრობლემების დალაგებაში, აცალეთ ყველა ადამიანს იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. აი ეს არის პირველი ვარიანტი, თქვენთან რამ მესიჯი აქვთ თქვენს მფარველებს. იმედია მიიღეთ, გაიგეთ ეს მესიჯი და არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, მადლიერება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გვერდისთვის, ჩემი აქტივობისთვის და ჩემი სურვილისთვის, რომ მქონდეს მუდმივად კონტაქტი და კომუნიკაცია თქვენთან, რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება თქვენი ჩართულობით. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ახლა გადავედით მეორე ვარიანტზე. ტურმალინის ნატეხი და ვნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა. ხმლების მცველი. თქვენ ახლა ალბათ სადღაც აქტიურ ტრანსფორმაციას გადიხართ, ან უკვე გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია და ახლა ცხოვრებისეული პოზიციების გადალაგებაში ხართ. ნახეთ, თქვენ ხართ ახლა ადამიანი, რომელიც გახსნილია გარემო სამყაროსთვის. აი, ნახეთ, ძალიან მიაქციოთ ყურადღება თქვენს სიზმრებს, თქვენს ფიქრებს, თქვენს ინტუიციას, არავითარ შემთხვევაში ის არ გიმტყუნებთ. მესიჯებს, რომლებსაც ადამიანები სამყაროდან კითხულობენ ხომ, ყველას მესიჯის კითხვის სხვადასხვა უნარი აქვს. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ თქვენი ენერგია ახლა არის, თქვენი ხმალი ახლა ძალიან ალესილია, თქვენი ცნობიერი ახლა ძალიან გაფართოვებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის არა მხოლოდ საჭირო გადაწყვეტილებები და პოზიციები გამაგროთ, ხო, ის რაც თქვენთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, გადააფასოთ ადამიანების სიტუაციები, არამედ წაიკითხოთ ინტენსიურად მესიჯები გარემო სამყაროსგან, ხო? მიიღოთ ეს ინფორმაცია, მოусმინეთ სიზმრებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მოვიდა დრო ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო, რომ მიიღოთ ის მნიშვნელოვანი ვთქვათ გადაწყვეტილებები, რაც უკვე დიდი ხანია მისაღებია ამისთვის ძალა და პოტენციალი და ენერგია ნამდვილად მოგეცემათ. მოდით ნახოთ, საით უნდა მომართოთ თქვენი ხმალი. საით უნდა მომართოთ, რომელი სივრცის, რომელი რეალობის უფრო მეტად გასაშიფრად, გადასალაგებლად
და ვნახოთ, სად უნდა მომართოთ თქვენი ხმალი მეორე ვარიანტი. შვიდიანების კვერთხები, არა, ეს ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას, როდესაც დრო მოვიდა გადააფასოთ ნახეთ თქვენ ალბათ გრძნობთ კიდევაც იმას, რომ ხართ ძალიან განსხვავებული. თეთრი ყვავი, ხო? აი თეთრი ყვავი, განსხვავებული ადამიანი, რომელიც ახლა დგას იმ პერიოდის წინაშე, როდესაც უნდა შეაფასოს ადამიანები და მდგომარეობები ისეთად, უკაცრავად, ისეთად, როგორიც არის, ხო? როგორიც არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხსნათ ადამიანებს უკვე დროა სოციალური ნიღბები. მიხვდით, ხო? და მიხვდით, რომ თუ კი თავს თეთრ ყვავად გრძნობთ, ეს თქვენი პრობლემა არ არის. ეს თქვენი უნიკალურობა, ხოლო თუ ისინი სხვადასხვა ნიღბებს ირგებენ თქვენთან მიმართებაში, სხვადასხვა ადამიანებთან, გარემოებებთან მიმართებაში, ეს მათი არჩევანია, თუმცა თქვენ აღარ დაგაკმაყოფილებთ ის ნიღბები თქვენთან მიმართულებაში, ხო? აღარ დაგაკმაყოფილებთ მათი სიტყვები, მათი პოზიციები, მათი ზედმეტი სხეულის მოძრაობა, ხო, თქვენს სივრცესა და თქვენს სფეროში, იმიტომ რომ თქვენ აქტიურად დაიწყებთ თქვენი საზღვრების გამაგრებას, ხო? ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე საზღვრების გამაგრებაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საზღვრების გამაგრება არ ნიშნავს იმას, რომ მე აი აქ ვარ ყველაზე მართალი, სწორი და თქვენ ყველა არა, მე ნუ შემოხვალთ ჩემს საზღვრებში, ხო? ანუ ადამიანებს გვჩვევია რაღაცების მოდი ასე ვთქვათ, გადაზედმეტება და გადამლაშება და გადამეტება, ხო? ნახეთ, პირადი საზღვარი რას ნიშნავს, ხო, ჩემო ძვირფასებო, მოდით მივხვდეთ, ხო? პირადი საზღვარი არის ის, როდესაც ადამიანს გააჩნია თავისი აზრი, გააჩნია თავისი პოზიცია, გააჩნია თავისი შეხედულება და არ უნდა რომ იყოს ყველასთვის კომფორტული, ხო? მისი სამყარო და მისი ურთიერთობების კონტური არის მისი კონტური, რაც ნიშნავს იმას, რომ მის სამყაროში და მის ზღურბლსაკეთ მას აქვს თავისი უფლებები, აქვს თავისი პირობები, რას ეთანხმება, რას არ ეთანხმება, ხო? რაში მოყვება, რაში არ მოყვება, ხო? მაგრამ ნახეთ, არ უყვართ ადამიანები პირადი საზღვრებით, იმიტომ რომ თვლიან, რომ ისინი ზედმეტად ეგოისტები. ნახეთ, ეგოცენტრიზმსა და ეგოიზმს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ხო? უდიდესი განსხვავებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იცი რა, მე ეგოისტი ვარ შენი თვალსაჩინით, მაგრამ მე მაქვს უფლება ვიყო იმ მდგომარეობაში, რომელიც მე მომწონს. მე მესმის, რომ შენ შეიძლება ეს არ მოგწონს, მაგრამ მე მომწონს. და შენ თუ არ მოგწონს, მაშინ მოდი, ნუ შევეხებით ერთმანეთს ამ წერტილებით, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავუგებთ ერთმანეთს, ხო? მაგრამ ნახეთ, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ საკუთარი სიმართლე, აბსოლუტურად სუბიექტური ჭეშმარიტება, შეხედულება მოახვიონ ერთმანეთს უხეშად თავზე. ხოლო ადამიანს, რომელსაც თავისი საზღვარი აქვს, ის პასუხობს და გეუბნება, რომ მე მესმის შენი პოზიციის. მაგრამ მე არ მინდა ამის გაზიარება, იმიტომ რომ ის ჩემს სამყაროსთან არ დგას. და ჩვენ ყველას ჩვენი ინდივიდუალური სამყარო გვაქვს, ხო? ამიტომ აქ მე ვხედავ, რომ თქვენი ხმალი ზუსტად აი ამის მოწესრიგება დალაგებაში იქნება. მიხვდით, ხო, როდესაც თქვენთვის უკვე გასაგები გახდება, ვის რა როლი აქვს თქვენს რეალობაში, ვინ ნამდვილი მეგობარია, ვის გულწრფელად უყვარხართ, ვის ნიღბებს ირგებს იმისთვის, რომ თქვენთან იყოს, იმიტომ რომ თქვენგან რაღაცა მიიღოს, ხო, გამორჩენის მიზნით. თქვენ დაიწყებთ ამ ყველაფრის გადალაგებას და მე ეს პრინციპში ძალიან მახარებს, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თქვენ მიხვდებით იმას, რომ იცი რა, მე კი არ ვარ რაღაცა, ჩემში კი არ არის პრობლემა, ხო? აი ამას მიხვდებით, რომ ჩემში არ არის პრობლემა. თქვენ ამას გაიგებთ. ხო? პრობლემა თქვენში ხდება მაშინ, როდესაც მე აღარ ვარ თქვენთვის კომფორტული. აი ეს არის. გამიგეთ, ხო? ხო, ნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. რა მესიჯი აქვს სამყაროს, ანუ რა მესიჯი აქვს თქვენ მფარველებს თქვენთან
ახლა რა მესიჯი აქვს თქვენს მფარველებს თქვენთან ახლა რას გეუბნებიან თქვენი მფარველები შვიდიანების პენტაკლები თასების რაინდი და არკანი მეტლე თქვენში ახლა და ახლა იხსნება ყველა ის დათრგუნული ემოციები, ყველა ის დათრგუნული გრძნობები და ნახეთ შვიდიანების პენტაკლები ეს არის ის მომენტი, როდესაც გაზაფხულს ძალით ვერ მოიყვანთ, ხომ? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში ახლა ახალი ეტაპი იწყება და თუ რაღაცეებს აგვიანდება თქვენი ფიქრი და თქვენი აზრით, უბრალოდ ამის დრო არ დამდგარა და შვიდიანების პენტაკლები თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი შედეგები, რომლებიც ნაყოფი, რომელიც თესლი, რომელიც თქვენ დათესეთ, უკვე გზაშია და ნაყოფს გამოისხამს. ის უკვე ამის გამოსხმის პროცესია. იმიტომ რომ გაზაფხული ჯერ არ დამდგარა ისე როგორც უნდა დადგეს, ხო? ანუ არ დამდგარა მთელი თავისი მოცულობით. გაზაფხულს ძალით ვერ მოვიყვანთ. კიდევ ერთხელ გამმეორდები და მესიჯი თქვენთან სამყაროს აქვს ის, რომ შეიცანი სამყარო სხვა ფერებით. შეიგრძენი, გახსენი გული სამყაროს მიმართ. მიხვდით ხომ? თქვენ არ ხართ დამოკიდებული ესე იგი მხოლოდ სხვების აღიარებებსა და სხვების პოზიციებზე, ხო? პრინციპში არასოდეს ჩვენ თვითონ ვხვდით ჩვენს თავებს დამოკიდებულს, თორე პირველი აღიარება, რაც საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ, ეს ხართ თქვენ თვითონ. როდესაც თქვენ თვითონ გსიამოვნებთ, მოგწონთ, თქვენ თვითონვე განიცდით იმ ემოციურ ბედნიერებას და კომფორტს საკუთარ თავთან. თქვენ ხდებით თვითკმარი ადამიანი. საერთოდ ნათქვამი ადამიანი, რომელიც სრულფასოვანი და თვითკმარია, მას ნაკლები სურვილი უჩნდება, ვთქვათ, ხანდახან ადამიანებთან ურთიერთობებისა და მისი ურთიერთობების წრე უფრო და უფრო მეტად პატარავდება. იმიტომ რომ მას აღარ აქვს საჭიროება ენერგიები გასცეს და მიიღოს, მიხვდით ხომ? გაუცნობიერებულად. მისთვის ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი ძვირფასია და ამიტომ მისთვის ურთიერთობებიც საერთოდ სხვა ხარისხზე არის. ამიტომ თქვენი მესიჯი სამყაროსგან და მფარველებისგან არის ის, რომ თქვენ სამყაროს შეცნობის აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადიხართ და თქვენ მზად ხართ შეიმეცნოთ სამყარო აბსოლუტურად სხვა გემოებით და სხვა შეგრძნებებით, იმიტომ რომ თქვენ უკვე ძალიან სწორად ფილტრავთ და გაფილტრავთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, რეალობებს, ურთიერთობებს, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და საკუთარ საწყისებს. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა? ნახოთ, ვინც აერჩიეთ ამონიტი, ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა? ნახოთ თქვენი ენერგიები ახლა? სერიოზული ცვლილებების წინაშე ხართ. აი თქვენ ნამდვილად ხართ კარმული პერიოდის წინაშე, როდესაც სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო უწინ. თქვენს წინაშე ძალიან დიდი ცვლილებებია. ეს არის შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროში ეს ცვლილებები, ფუნდამენტალური ცვლილებები, მაგრამ მოდით ვნახოთ. არკანი სამსჯავრო. თქვენ შემთხვევაში სად არის ეს ფუნდამენტალური და გრანდიოზული ცვლილებები, რომელ სფეროში მოდის, მოდით ვნახოთ. რომელ სფეროში მოდის? ემოციურ სფეროში მოდის. ამდენი ხმალია და არკანის სიკვდილი. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობების დასრულება, შეიძლება იყოს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს განქორწინება, ეს შეიძლება იყოს ყველა წერტილის თავის პოზიციაზე დასმა, როდესაც უკვე აღარ ეთანხმებით არაფერს ცალმხრივად, ხო? როდესაც გრძნობთ, რომ არ ხართ ბედნიერი იქ, სადაც ხართ, როდესაც გრძნობთ, რომ ძალიან ბევრ ენერგიას გასცემდით აქამდე სიყვარულს, თანაგრძნობას, მაგრამ ადამიანებმა ეს ვალდებულებად ჩაგითვალეს, ხო? აქ მაჩვენებს, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე გეხართ და თქვენ ვეღარ იქნებით ისეთი, როგორიც იყავით უწინ. ეს შეიძლება ეხებოდეს პიროვნულ ტრანსფორმაციას და არა მაგალითად ვთქვათ, მაინც და მაინც დასრულებულ ურთიერთობებს, ხო? როდესაც შიგნიდან იცვლებით და იცვლებით ძალიან ინტენსიურად. იცვლებით
ხედავით და ხვდებით, რომ აღარ გსურთ იმ სისტემებთან, სივრცეებთან, ადამიანებთან ურთიერთობა და კონტაქტი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გართმევენ და არაფერს არ გაძლევენ სანაცვლოდ და თქვენ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მე აქ მაჩვენებს იმას, რომ თქვენ საბოლოო ჯამში მიხვდებით, რომ დაიმსხვრა ილუზიების სათვალეები და თუ კი აქამდე სხვადასხვა მიზეზებით ამართლებდით და არ გინდოდათ ვთქვათ, აი ამ ცვლილებების საკუთარ რეალობაში შემოტანა, სამყარო თქვენ გეუბნებათ, ამის დრო მოვიდა, შენ ვეღარ გააჩერებ იმ ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც მომწიფდა შენს რეალობაში. აქამდე გადადე, მიწა დააყარე, რა ვიცი, წერა თითით კარგად ჩატენე შენი ემოციები, შენი გრძნობები, იმიტომ რომ არ გინდოდა რომ ვთქვათ, სხვას ტკენო და სხვისთვის წაგერთმიათ, ვთქვათ, კომფორტის ზონა და აღარ ყოფილიყავით კომფორტული სხვები. ნახეთ, აი აქ აჩვენებს, რომ საკმარისია. საკმარისია, თქვენი მფარველები ამას გეუბნებიან. საკმარისია საკუთარი თავის დანაკუწება და დანაწევრება. საკმარისია საკუთარი თავის ძიძგუნა მაშინ, როდესაც შენ ამაში უბედური ხარ, როდესაც შენ ამაში არ გაქვს პოტენციალი და ზრდა. და როდესაც თქვენით ადამიანები ვერ ხვდებით ამას, ან არ გინდათ დაინახოთ, ან ამართლებთ, გადადებთ, გადმოდებთ, ასეთ მიზეს მონახავთ, ისეთ მიზეს მონახავთ, საბოლოო ჯამში არის ისეთი პროცესები, რომლის მოცდაც უბრალოდ აღარ შეიძლება არკანის სამშევრო, არკანის სიკვდილი. ტრანსფორმაცია აუცილებლად ან დადგა უკვე, ან ძალიან მალე დადგება, იმიტომ რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. ახლა კი ვნახოთ თქვენს მფარველებს და სამყაროს რა მესიჯი აქვს თქვენთან. თქვენს მფარველებს რა მესიჯი აქვს თქვენთან? მოდით ვნახოთ სამ არკანში თქვენი მფარველების მესიჯი. არკანი იმპერატორი, არკანი სულელი და არკანი მეტლე. რა საინტერესოა? მეტლე არკანი პირველ ვარიანტშიც გამოჩნდა, მეორე ვარიანტშიც გამოჩნდა და მესამე ვარიანტშიც გამოჩნდა და თქვენ შემთხვევაში სამი უფროსი არკანია ჩემო ძვირფასო. მესამე ვარიანტი აქ არის ძალიან ძლიერი ენერგოინფორმაციული განულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი აქამდე შეიძლება ეხებოდეს ვიმეორებ პარტნიორულ ურთიერთობებსაც, შეიძლება ეხებოდეს სამსახურსაც, ყველაფერი რაც აქამდე 4 კედელსა და გისოსებში გამყოფებდათ, ხომ? პირდაპირ გეუბნებით, ეს არის აბსოლუტური განთავისუფლება, ეს არის წასვლა, ეს არის გადაადგილება, ეს არის მოგზაურობა, ადგილმდებარეობის შეცვლა, ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა, ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, აბსოლუტურად ახალი ეტაპი არის თქვენს ცხოვრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა თქვენი მესამე ვარიანტი, როგორ არის იცით, პროცესამდე და პროცესის შემდეგ, ხო? მანამდე, მანამდე და შემდგომ. აი თქვენ ახლა ხართ ზუსტად აი ამ შუაში, ხო? როდესაც უკვე გზაგასაყარზე დგახართ და უკან უკვე აბსოლუტური სიცარიელენ, უკან ვეღარ დაბრუნდებით. არ არის აქ ასეთი არაფერი. გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი და ეს არის გზა გასაყარი, ხო? გზა გასაყარი, სადაც არჩევანს თქვენ თვითონვე გააკეთებთ. წახვალთ ისევ და ისევ იმ გზით, სადაც ვთქვათ, ისევ სცენარები განმეორდება. ერთი ადამიანი წავა მეორეთი ჩანაცვლებს, მაგრამ იგივე სცენარი იქნება. ან ერთი სამსახურიდან წამოხვალთ, მეორე სცენარში შეხვალთ, მაგრამ სცენარი ისევ იგივე იქნება. ხვდებით ხომ? ან გადადიხართ აბსოლუტურად ცხოვრების ახალ ხარისხსა და ახალ ეტაპზე, სადაც ძველი სცენარები უბრალოდ აღარ განმეორდება. თქვენ ახლა გაქვთ უნიკალური შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი რეალობა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი განულება ენერგოინფორმაციული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ფურცლიდან იწყებთ ცხოვრებას, ახალი ფურცლიდან იწყებთ სამყაროს ხატვას და მე თქვენ ამ პროცესში გისურვებთ უდიდეს წარმატებას, ჩემო ძვირფასებო. მე კი ახლა დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ძაღლების ყეფის ფონზე. არ გაჩუმდნენ და მაინც შევძელით თქვენთვის ინფორმაციის გადმოტანა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ამ გამოვყავდი აი ამ ინფორმაციული, ვთქვათ, მდგომარეობიდან ამათ ყეფას.
აი ასე ჩემოძვირფასებო, საუკეთესო სურვილები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და დიდი სიყვარულით. გამოიწერეთ არხი და გამომყევით ბევრი საინტერესო ამბებისთვის.